სწორედ ასე ხსნის ქართული ოცნება ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ 6 თვეში ოფიციალურად შესაძლოა ყულევის ქარხანა დასანქცირდეს და ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება და ერთი ფაქტიც კი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ყულევის ქარხანა საერთაშორისო სანქციებს არ ღვევდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ქართულ ოცნებას ეჭვი, რომ ევროკავშირს შურს იმ მდგომარეობის, რომელიც საქართველოში არის, შურს იმის, რომ საქართველოში არის მშვიდობა, როგორც ქართული ოცნება ამბობს, ეკონომიკური განვითარება და წინსვლა და სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებას, რომ დრო და დრო მსგავსი ტიპის დოკუმენტები მიიღოს და სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღოს. მთელი რიგი ქვეყნები ვაჭრობენ რუსეთთან ნავთობით. იგივე თქვა ჩვენი მეზობელი დიდი სახელმწიფოც რუსეთის ნავთობით ვაჭრობს, მაგრამ აქ მაინდა-მაინც ასე ვთქვათ, ერთგვარი ბრწყენის როიტყიან პროვოცირება მოახდინეს საქართველოსთან მიმართებით. ნეგატიური ფონი ხელოვნურად შექმნან, რომ ამით შიგნითაც აი ამ ასე ვთქვათ, უდღეურ ოპოზიციას სალაპარაკო და გულის მოსაფხანი ცოტა ხანი მაინც მისცენ და ზოგადად ხო ვიცით, ძალიან ბევრს ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით ძალიან აღელვებთ ის ფაქტი, რომ საქართველოს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ეს არ მოსწონს, აგზელებს მშვიდობის შენარჩუნებას და ეკონომიკურ განვითარებას. ექსპერტები კი აცხადებენ, რომ არაერთი ფაქტი და მტკიცებულება მიუთითებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში შემოდიოდა რუსული ნავთობი და იყიდებოდა რუსული ნავთობი და ერთ-ერთი მტკიცებულება ამ ყველაფრის არის გაზრდილი, რეკორდულად გაზრდილი ექსპორტი ნავთობის საქართველოდან. ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო და ხელისუფლება, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქარხნის პრობლემა, ეს არის მთელი ქვეყნის პრობლემა და რაც ყველაზე ცუდი და მნიშვნელოვანი არის იმით, როდესაც ეს ყველაფერი მოხდება და დასანქცირდება და ოფიციალურად ყულევის ქარხანა, ეს ყველაფერი წარუშლელ კვალს დატოვებს საქართველოს რეპუტაციასა და იმიჯზე.